პირველი კარიერი ყველაზე დიდი ტკივილი საქართველოსთვის ის არის საყდრისი. შემდგომ ეს ხომ თეთრად რომელიც თეთრად და ის იშლება მთლიან ბოლნისის დმანისის მაგისტრალზე და მთელი საქართველო და არა მხოლოდ საქართველოს აქედან გადის ხედავს მაგ უბედურებას. მე ჩანს გაზრეთი პატარა და იმის უკან არის ყველაზე დიდი კარიერი ზოგადად უბრალოდ ვერ ვხედავთ აქედან რადგან მთებში არის შიგნით. ასევე მარცხენა მხარეს არის მუშევანის კარიერი რომელიც გაიხსნა 2022 წელს და ახლა წელს იგეგმება მაგის გაფართოება 7.5 ჰექტარით. ეს სამი დიდი კარიერი. ეს სამი დიდი კარიერი და რომელიც ფართოვდება. ჩვენი ხეობის მარცხენა მხარეს უკვე ბნელი ხევის კარიერი რომელიც ეს ორი რომ არის ხომ გადაწყილი. ეს არის ტანძის უკანა მხარე რომელშიც საკმაოდ დიდი პროტესტი იყო 2017-18 წლებში და იმისგან ოდნავ მარჯვნივ ტვერი საიდანაც ამოდის ეს არის სოფელი ბექდაქარი სადაც არის დახურული კარიერი. დარბაზის ხეობა, წიფორი, ხახალაჯვარი, გეტა, ჭრეში, ფოცხვერიანი და თავად სოფელი დარბაზი კარიერების ალყაში ექცევა. გაუდაბნოების ტალღა, რომელსაც საყდრისი ყაჩაღიანისა და კაზრეთის შემოგარენში წლების განმავლობაში უყურებენ, ახლა მათ სახლებს უახლოვდება. ეს საფრთხე პირველად თებისკენ მძიმე ტექნიკის გააქტიურებულ მოძრაობაზე წყემსებმა იეჭვეს. სოფლებში არაფერი იცოდნენ. პასუხი არც გამგებელს, თვითმმართველობას, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას არ აღმოაჩნდა. შემდეგ ადგილობრივი აქტივისტები დაიხმარეს და უამინდობის გამო მიუვალ მთაზე დრონი აწიეს. კადრში გაჩაღებული სამუშაოები გამოჩნდა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის ცხელხაზზე კი ადგილობრივებს განუმარტეს, რომ სანერვიულო არაფერი აქვთ და იქ მიმდინარე სამუშაოები ლიცენზირებულია. 2022 წელს როდესაც მემორანდუმი დაიდო მოსახლეობის და კომპანიის მხრიდან იმ მემორანდუმში იყო ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იმისა რომ სოფლის მიმართულებით აღარ გაფართოვდება კარიერი რასოდეს და ის ეხლა რასაც აკეთებენ ეს არის კანონის დარღვევა ცალკე, უფლებების დარღვევა ცალკე და თავიანთი დადებული მემორანდუმის დარღვევაც არის. კაზრეთი აქედან ცოტა მოშორებით არის, ხო? კაზრეთი, საყდრისი საბადო ამ საბადოების ძალიან სერიოზული ზეკავლენა აქვს ჩვენ სოფელზე. წარმოიდგინეთ, ცოტა მოშორებით არის. ახლა ჩვენი სოფელთან თითქმის სოფლის თავზე რომ იღოს რამე საბადო ან სამუშაოები, ახლა თითქმის ამ სოფელში არ უნდა ვიცხოვროთ. 6-მა სოფელმა სახალხო კრება მოიწვია და თავისი მოთხოვნები ხელმოწერებით დაადასტურა. დაუყოვნებლივ შეჩერდეს სამუშაო პროცესი, გაუქმდეს ლიცენზია და წიაღის მოპოვების ტერიტორიაზე კოორდინატები ისე შეიცვალოს, რომ სოფლები არ მოხვდეს მოსაპოვებელ ფართობში. მომავალშიც დარბაზის ხეობაში არ გაიცეს არანაირი ნებართვა. მე როგორც ამ მიწაწყლის შვილი არ მინდა რომ ჩემი სოფელი განადგურდეს ვიღაცეების ჯიბების გასქელების გამო. ხალხს უნდა წესიერი ცხოვრება თავის მშვიდად ცხოვრება უნდა. არა ის მშვიდობა, რომელსაც ახლა პოლიტიკოსების მხრიდან ვისმენთ მშვიდობა, რეალური მშვიდობა უნდა ამ ხალხს. თავის მიწაზე, საძოვარზე, თავის ბაზრობაზე, თავის სოფელში რაღაცა გააკეთოს იცხოვროს. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც მოსახლეობა სოფლის მიდამოებში კარიერების გახსნას ეწინააღმდეგება, მათი ლუკმაპურია. მადნის მოპოვება ჰექტრობით საძოვრებს ყლაპავს. მესაქონლეობა კი აქაურების მთავარი შემოსავალია. რიგითმა ადამიანმა რომ ხე მოჭრას მოვლენ და აჯარიმებენ. ესენი კიდევ პირწმინდად ჩეხავენ და არაფერი. იმისთვის იგივე კანონი რატომ არ არის? არასდროს არ დავთანხმდებით. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი რძის პროდუქტია. ყველი, კარაქი, 46 წელია ამას ვაკეთებ. რა შემიძლია სხვა? საყვენელი აბარაკოს სხვა საძალოს ადგილი არ არის, საწორო ადგილი არ არის. երգეთ. Გაუმარჯოს. გელა. აბდაკ. თქვენია ეს ფერმა? და. აქ ოქროს მოპოვება რომ უნდა დაიწყონ. საწაიყვან ამ საქონელს საძოვრებით აღარ იქნება. не хотим, чтобы здесь поработали. არ გვინდა არ ემჯიმრო მიმუშაოს აქ. ჰაერს აბინძურებენ, ბუნებას ანადგურებენ. ამ სოფელში ყველა მესაქონლეობას მისდევს. ამ მთის იქით გადასვლა უკვე შეუძლებელია. ყველაფერი იმათ აქვთ დაკავებული. საძოვრები აღარ არსებობს. ჩვენი მამაპაპები აქ ცხოვრობდნენ და იგივე საქმეს მისდევდნენ. შარშან სოფელში 800-1000 მსხვილფეხა საქონელი იყო. წელს 250-მდე შემცირდა.
აბა რა უნდა ვაკეთო? სამსახურში მე აღარ მიღებენ, მოხუცი ხარო. წესიერ პენსიას არ მიხდიან და აბა რა ვქნა? ოჯახი როგორ ვარჩინო? მოვიპარო? Чем будем заниматься? Воровством будем заниматься? Это лет где-то 5-6 тому назад. 5-6 წლის წინ აქ არქეოლოგები მუშაობდნენ. Здесь они выкопали. უამრავი საფლავი გაითხარა. ხედავდით ძვლებს რომ პოულობდნენ. Их вот эти кости. Где-то несколько время. რამდენიმე ხანი ღიად ეწყოთ აქ. მერე მოკრიბეს, ცელოფნის პარკებში ჩააწყვეს და წაიღეს. Собирали, окучивали в целлофанных мешках и убрали. Вот где там это завод. RMG-ს ქარხანა სადაც არის, იქ დოქები ამოდიოდა და ამოდიოდა მიწიდან. იქაც იყო საფლავები, მაგრამ ქარხანა მაინც გახსნეს. ხანდახან მზის ამოსვლისას მთაზე ავდივართ ხოლმე. ქარხნიდან რომ ბოლი ამოდის, დიდხანს მზერას ვერ გაუსწორებ. იქ ჩიტებიც კი არ დაფრინავენ. იქით ციხესიმაგრეები იყო მთებზე. ახლა ყველაფერი დანგრეულია. 50 წელია კაზრეთი მუშაობს. გარშემო ერთი მცენარე არ არის. ხან რა დათესეს, ხან რა. არ ამოდის. Никакой урожай не дают. სასაფლაოს გათხრა და ყველა ის საქმიანობა, რაც RMG-ს შვილობილი კომპანიის, კავკასიის სამთო ჯგუფის, ანუ CMG-ს მიერ ხორციელდება, ახალი ტერიტორიების ძებნა-ძიებას ემსახურება. იმის განსაზღვრას, რამდენი ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის ამოღებას მოახერხებენ ახალი საბადოდან ყოველწლიურად. გეტელი ფერმერის ნახსენები უდიერი დამოკიდებულება ხეობის ისტორიული ძეგლებისადმი საყდრისის აფეთქების შემდეგ სასაცილოდაც არ ეყოფა ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას. 10 წლეულების განმავლობაში არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, როდესაც ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ იქ ფერადი ლითონების მოპოვება დროებით მაინც შეაჩერა. სასაცილოდ არ ეყოფათ მიცვალებულების ნეშტების მოკითხვაც ძველი სასაფლაოებიდან, რამდენადაც აქ პირველი ევროპელების მხარეში ევროპულ სტანდარტებს აღარ კითხულობენ, პრეისტორიულ ადამიანებს კი არა, ცოცხლებსაც არავინ დაეძებს. სტატისტიკურად ბოლნისში ვიცით რომ ძალიან კაზრდილია ონკოლოგიური დაავადებები, სიმსივნე და კი ბატონო ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ხალხი არის ავად, ხალხის ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა და იმიტომ არ გვინდა ჩვენ. თორე ეხლა ჩერნობილშიც ადამიანები ცხოვრობენ, ეხლა რავი, სადაც ატომური ბომბებით რო იბომბებოდა ოკაზაკია თუ რა ის იაპონიაში, ხო? იქაც ცხოვრობენ ხალხი, მაგრამ როგორ ცხოვრობენ ის ბავშვები, როგორ იბადება, აი რა ხანგრძლივობით ცხოვრობენ ხალხი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია? მთავარი საკითხია ეს და არა ის რომ კი ბატონო ადამიანები ცხოვრობენ. აგერ კაზრეთის кейსი, რომელიც დამტრეულია მთლიანად იქაურობა, გათხრილია მიწა, იქიდან ამოღებული მიწა, ანუ რომელიც ფერადი ლითონების მოსაპოვებლად იყენებენ მაგ მიწებს და ხარშევენ სხვადასხვა ქიმიური რაღაც დანამატებით, ის მთლიანად, ანუ რაც იხარშება თვითონ როგორც ორთქლი ამოდის ჰაერზე და მერე ჩამოდის, აი როგორც კვლევებში წერია 22 კილომეტრის რადიუსში ვრცელდება და ეს შესაბამისად ჩამოდის ჩემთან აი სახლში, რომელიც დედაჩემს დათესილი აქვს, რავი, კიდრე პომიდე რაღაცა ჩვენთვის საჭმელად. მომიწამლავს ეს. თრე მომიწამლავს და მეორე ის ქიმიური დანამატებით გარეცხული მიწა, ანუ იმის იცახიან კუცასავი, აგერ ამ მთის უკან არის უზარმაზარ კუცასავი, რომელიც აი მზე რო ამოდის, ორთქლდება, ქარი რო არის მთლიან მოაქვს ჩვენთან, არა მარტო ჩვენთან მთლიანად, აი ბოლნისის ტერიტორიაზე. ანუ 22 კილომეტრი რო დავთვალოთ ეპიცენტრი აქედან მიდიხარ მარნეულში, მიდიხარ დმანისში. ხვდებით, ანუ აქ ცხოვრება შეუძლებელი იქნება ეს ამ ხელაზე რო გაფართოვდება. RMG-ს მრავალწლიანმა სამთო მოპოვებითმა საქმიანობამ ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში უმძიმესი ეკოლოგიური კრიზისი გამოიწვია. ეკოციდი. ექსპერტები ვითარების აღწერაში ამ ტერმინს იყენებენ. სპილენძისა და ოქროს მოპოვების პროცესში წარმოქმნილი საწარმოო ჩამდინარე წყლები წლების განმავლობაში პირდაპირ მაშავერაში, კაზრეთულასა და ფოლადაურში ჩაედინებოდა. ამ მდინარეებით ირწყვება ქვემო ქართლის სავარგულები. მოწამლული საკვების ჯაჭვზე საუბრობს გერმანელი და ქართველი მეცნიერების მიერ ჩატარებული მრავალწლიანი კვლევებიც. მათი დასკვნით, საწარმოო ტერიტორია სერიოზულად არის დაბინძურებული მძიმე მეტალებით. რიგ უბნებზე კი მდგომარეობა კატასტროფულია.
ტოქსინების მომეტებული მაჩვენებელი 15 დასახელების ბოსტნეულში დადასტურდა, რაც იქაური სპანახს, კომბოსტოს, სალათის ფოთოლსა და სხვა მოსავალს ევროკავშირის სტანდარტებით საკვებად უვარგის ხდის. მავნე ქიმიკატების შემცველ პროდუქტსა და კარიერიდან კილომეტრებზე გავრცელებულ დაბინძურებულ ჰაერს უკავშირებენ ონკოლოგიური დაავადებების სიმრავლეს რეგიონში. ქვემო ქართლის სიმსივნის გავრცელების ერთ-ერთ ეპიცენტრად ითვლება. სამთო მოპოვებითი საქმიანობა რეგიონის ფარგლებს შორს ცდება. იქ მოწეული მოსავლით სეზონზე ნახევარი საქართველო იკვებება. 100,000 საქონელი ყავს. საჩეინახავს ხალხი. ხარკაკეთებს. აქ სოფელია. სიმინდი არ ყამოვალ, არსპანდორი იქნება, არსაგურს იქნება და არაფერი რა. Причем სიმინდი, კაცო. Открыто есть вредный. ღია კარიერი მავნეა, ყველას წამლავს. ხალხი სულელი ხომ არ არის. რატომ უნდა მოვიწამლო? ადამიანური ცხოვრება გვინდა. Надо жить по-человечески. Где люди живут 4 километра. Такой закон существует. აქ არის 4 კილომეტრი. არა, ორი არ არის, კაცო. ძროხას სად ვაძოვო? მთელი ტერიტორია წაიღეს. შიმშილით მოვკვდე? Мы слышим. ამას ვსუნთქავთ, ამას ვყლაპავთ, ამ მავნე ჰაერს. ეგეთი კანონი დედამიწაზე არ არსებობს, ეს რომ დასაშვები იყოს. გაიგე თუ არ გაიგე? RMG-ის ლიცენზიის ვადა 2051 წლამდეა და საქართველოს მთელი ტერიტორიის 2%-ზე მეტ, ჯამში 188,000 ჰექტარზე ვრცელდება. ამ საქმიანობის შედეგებს დმანისელები საკუთარ ჯანმრთელობაზე გრძნობენ. მეცნიერები კი ამბობენ, რომ ამის ფასს მრავალი შემდეგი თაობაც გადაიხდის. მძიმე მეტალები ნიადაგში შეიძლება 50, 100 და 300 წელიც კი დარჩეს. მაგალითად, ტყვის გამოდევნას ორგანიზმიდან სულ მცირე 30 წელი სჭირდება. მოკლედ, ბოლნისის და დმანისის რაიონების სოფლებში უახლესი კვლევები არ არსებობს, იმიტომ რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არაფერს აკონტროლებენ, არც ნიადაგს იკვლევენ, არც წყალს, არც მდინარეს, არც ბოსტნეულს, მაგრამ ბოლო კვლევები, რაც ჩვენ გვაქვს და თვით სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ არის ჩატარებული, თარიღდება 2018 წლით. ამ კვლევებშიც კი საგანგაშო მდგომარეობაზეა პირდაპირ საუბარი, გამოიკვლიეს ბოლნისის და დმანისის რაიონებში 46 ბავშვი და ყოველი მესამე ბავშვის სისხლში აღმოჩნდა ტყვის მაღალი შემცველობა, რაც საშიშია მათი ჯანმრთელობისთვისაც და სიცოცხლისთვისაც. RMG-ის კარიერის განსაკუთრებული ზეგავლენის, მძიმე ზეგავლენის ქვეშ არის ეს ორი დასახლება, დაბა კაზრეთი და სოფელი ბალიჭი, ჩემგან ხელმარცხნივ. გამარჯობა. თქვენ ვიმძანდებით? სამსახურის თანამშრომელი. ვისი სამსახურის? და რა გინდათ? არაფერი, ამის დახმარება ხო არ გინდა? არა, დიდი მადლობა. ვიმძანდებით. გელამ თვილიშვილი ვარ, ჟურნალისტი. და, ჟურნალისტები ხარ, მეთქი. ზარო არის და შესაკეთებელი. ზაროა საჯარო სივრცეში ვარ, არაფერი. რაცია იყიდა თან კერძე და გადასცემდა ინფორმაციას. და ეს პატარა იომიოები რამდენი ხანია გვივლიან გარშემო. ესეც შეხედე. აი რა უნდა ეხა ამას. ბოლნისში, დმანისსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში RMG-ის თავისი პატრული ჰყავს და გამვლელ-გამომვლელსაც კი აკონტროლებს. ხელისუფლება მათ არაფერში ზღუდავს. სანაცვლოდ, კომპანიისგან შეუზღუდავ პოლიტიკურ ლოიალობას იღებს. ლაშა ჩხვიმიანი გასულ არჩევნებში სამართლიანი არჩევნების გრძელვადიანი დამკვირვებელი იყო. მის მშობლიურ ქალაქში, დმანისში, ქართული ოცნების სასარგებლოდ წინა საარჩევნო აგიტაცია კომპანიამ პარტიაზე ადრე დაიწყო. ჯერ კიდევ მაისიდან სთავაზობდა მოსახლეობას სამუშაო ადგილებს ოცნებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ. მერე ყველაფერი ჟანრის კლასიკის მიხედვით. ვინც დუმს, მუშაობს. ვინც მუშაობს, დუმს. RMG-ში შექონდათ ბიულეტენები, სადაც შემოხაზული იყო 41 და ეუბნებოდნენ თანამშრომლებს. ხო იცით, არჩევნებზე აი ესე უნდა გააკეთოთ. იქ ჩვენი კაცი იქნება და დაგაკვირდებათ და მართლაც CESCO-დან კომისიის წევრები ძალიან ბევრი იყვნენ RMG-ის თანამშრომლები.
და ყოველ არჩევნებზე RMG სახელმწიფოსთან ერთად ჩართულია არჩევნების მოპარვაში და ამ ადამიანებისთვის თავისუფლების მოპარვაში. ახლა ექსპერიმენტი რო ჩაატაროთ, აი გავიდეთ ცენტრალურ ქუჩაზე, რომელიც 6 წელია კეთდება, იქ ხალხი იმ დანგრეულ ამოთხრილ გზაში იდგება, ისე გეტყვით, რომ ყველაფერი კარგადაა. სწორედ ასე, ამოთხრილ და გაუდაბნოებულ მთებს გაჰყურებდა ფამილ ნაბიევი და მორჩილად იმეორებდა. ყველაფერი კარგადაა. ეს თავრობა აირჩიე წინა შემოდგომაზე? სანამ ოქროს მაძიებლებმა მის სოფელსაც არ მიაკითხეს. დარბაზში სორობ, ჩემი საქონელი ეს სოროხა, პატარები და დიდები 40 წელი რა, სულ. სხვა საქმეა, საერთოდ არ არის ამ სოფელში. რა ვიცი, 50% აქ ამ სოფელში, ამ საქმეში ესა. ძროხა და სხვა. ხო. თუ გადათხარი საქაურობა და ოქროს მოპოვება დაიწყეს, საქონელსაც წაიყვან. რა ვიცი ესა, საერთოდ ეს ცარიერი იქნება რა, აქ ესაც ასია. ხო და თუ ეს საძოვრები არ იქნება, საქონელი უნდა გაყიდოთ? სხვა შანსი ხარ იქნება კაცო. ხერი არ მინდა კაცო, საერთოდ არ მინდა, მაგის ესა სურათი არ მინდა ნახოთ რა ესა. ეს სხვა სოფელში რა ხერი იყო? რა ხერი იყო? საერთოდ არაფერი. სხვა ხალხი მუშაობ სხვა სოფელიდან, სხვა ქალაქიდან მუშაობ 300 ლარად. ესა თავის ეს სოფელია. თიში ნახავი არა რა, ესა 1500 ლარად მუშაობ. უფრო იაფად მუშაობ. 3000 რომ იყოს გაწყობთ? 300 არა, 100,000 არ მინდა. სამშობე იყიდება. თუ გაგიდეთ, შენი ესა კაცობასა სადარჩა. სადარჩებით. ხეირი, რომელიც ქვემო ქართლისთვის RMG-ს მოაქვს, ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, ადგილობრივ ეკონომიკაზე გავლენაა. სადაც შედის კომპანია, მან ცხოვრება იკარგება და ჩერდება. ის არის უკვე დეგრადაციის პროცესი. ისედაც ამ სოფლებში ძალიან რთული სოციალური ფონია, ეკონომიკური ფონია, ინფრასტრუქტურის პრობლემა გვაქვს, არ გვაქვს საბავშვო ბაღები, არ გვაქვს ნორმალური წესიერი სკოლა, არ არის მუნიციპალური ტრანსპორტი, ბევრ სოფელში სასმელი წყალი არ არის მოწესრიგებული, გაზიფიცირების პრობლემა, მაგალითად მუშევანში დღემდე არ არის გაზი, ბექთაკარში დღემდე არ არის გაზი. იქ მოიპოვება ოქროს სპილენძი, ვერცხლი, მაგრამ მაგ ხალხს არ აქვს გაზი. და ეს ყველაფერი თორემ მიზანმიმართულად აქ ცხოვრებას არავინ მხარს არ უჭერს, ინფრასტრუქტურის მოწყობას და სერვისების მიწოდებას არავინ არ უწყობს, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ და ძალიან მარტივად მოდის ლოგიკურად, რომ სპეციალურად არის ეს ყველაფერი, რომ ხალხი დატოვოს ეს სივრცე და წავიდეს. მოსახლეობის დაყოლიება და პროტესტის ჩახშობაც ამ არგუმენტით იწყება. აი, გაიხსნება კარიერი და ავაშენებთ საბავშვო ბაღს. სახელმწიფო და კომპანია ერთად შემოვიდნენ სოფელში და თქვენ, რომ გპირდებით 2 წელიწადში აეროპორტს აგიშენებთ აქ. და გექნებათ პირდაპირ ფრენები სხვა ქვეყნებთან. ჩვენ მაგას ეგეც არ გვინდა. დარბაზის ხეობის პროტესტი რომ ახირებას არ მივაწეროთ, რაბილ ისმაილი ბერთაკარის მაგალითს იშველიებს. კარიერი იქ 2022 წელს გაიხსნა. დანარჩენებისგან განსხვავებით, ბერთაკარში ძვირფას ლითონებს დახურული წესით მოიპოვებენ. ესეც ის სოფელია, ოქროზე რომ ცხოვრობს. გაზის, წყლის, საბავშვო ბაღისა და ტრანსპორტის გარეშე. თავის დროზე ამბობდნენ, რომ არანაირი საფრთხე არ შეგექმნებათ. ეხლა სახლები ინგრევათ თავზე ადამიანების და ბევრი ადამიანი დატოვა თავის სოფელი მაგის გამო. მხოლოდ სოფლის ქვეშ არის. სოფლის ქვეშ არის. კი. ზუსტად, ანუ იქ ზაღისაც ბევრი მოსახლეობა არ არის, დაახლოებით 60-70 სახლია. ეხლა დარჩენილი არის 20 თუ 25 ოჯახი. მათი დიდი ნაწილი მუშაობს კომპანიაში, სამწუხაროდ, თუმცა ამავდროულად სახლები ინგრევა იმ სოფელში და 5 წელიწადში შეიძლება აღარც იყოს ის სოფელი. დარბაზის ხეობაში 10 მაისს გამართული საპროტესტო შეხვედრის ღამეს კომპანიამ ტექნიკის მუშაობა შეაჩერა. 11 მაისს აღჭურვილობის დაშლა დაიწყეს. 12 მაისს ტერიტორიიდან ტექნიკა სრულად გაიყვანეს, მაგრამ ადგილობრივებისთვის ეს საკმარისი გარანტია არ არის. პასუხს სახელმწიფო ინსტიტუტებს სთხოვენ და არა RMG Groups, რომლის მფლობელები რუსი მილიარდერები არიან. უახლესი ამონაწერების მიხედვით, ჯგუფში შემავალი სამივე მსხვილი კომპანიის უმაღლეს მმართველ რგოლში კვლავ უშუალოდ სხედან რუსეთის მოქალაქეები: დმიტრი ტროიცკი, დმიტრი კორჟევი და ირინა ნიკიფოროვა. ტროიცკი და კორჟევი
2009 წლამდე ვლადიმერ პუტინთან ერთად ფლობდნენ ბანკ სანქტ-პეტერბურგის აქციებს. ვიღაცისთვის ძროხა და ცხვარია საქონელი. ვიღაცისთვის მხოლოდ ოქრო ვერცხლი. და ამ გაცხოველებულ ფულის კეთებაში არც კანონი რჩება, არც ელემენტარული გონიერება და მით უმეტეს არაფერი ცნობილი ხალხური სიბრძნიდან, რომ ნამუსიც კარგი საქონელია. შანსი არ არის, ეს ჩემი სამშობლოა. ეს ახლა თქვენ ქართველები ხართ, მე აზერბაიჯანელი ვარ რა. აფხაზეთი და სამაჩობლო ხო ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებს რას ნიშნავს? დარბაზი ჩემთვის პირადად ასეა. როგორ შეიძლება თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ვიღაცამ გამოვიდეს, რომ მე რუსებმა აი მომცეს რაღაც თანხა და უარო ვთქვათ აფხაზეთზე. ნორმალურია ეს? ჩემთვის ეს საკითხი, ეს სამშობლოს და მიდის საკითხი და დავიცავთ ყველანაირად რა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავაბრუნებ აფხაზეთს და სამაშობლოს, მაგრამ თუ ეს ბუნება, ეს სოფელი განადგურდება, მაგას ჩვენ ვერ დავაბრუნებ. ადამიანების სიცოცხლის ჯანმრთელობას ჩვენ ვერ დავაბრუნებ, ჩვენი ბუნებას დღეს ვერ დავაბრუნებთ. ეს არის გამოუსწორებელი შეცდომა.